მოგესალმებით. დღეს უნდა გაჩვენოთ თუ რომელ ნივთებთან ერთად მოგზაურობ, მაშინ როდესაც ვიმყოფები, არა როგორც ბორტგამცილებლის, არამედ გზავრის ამპლუაში. აი ეს სამგზავრო ჩანთა ძალიან მიყვარს, რადგან უამრავ ნივთს იტევს შიგნით და ბოლო პერიოდში სწორედ მასთან ერთად გადავადგილდები. მოდი ახლა ერთად ვნახოთ თუ რა ნივთებია აი ამ საკმაოდ მძიმე ხელჩანთაში თავმოყრილი. შარფი, სველი ხელსახოცები, კბილის ჩაგრისი, აიპადი, ჩემი საფულე, დამატებითი ბარათები, რომლებსაც ხშირად საქართველოში ვიყენებ მხოლოდ, წიგნი, ხელის სანიტაიზერი, სასწაულის უნი აქვს, შოკოლადი, რა იცი რა ხდება. სმინთის მინთები, დამტენი 1, კიდე მაქვს. მეორე ნივთი, მესამე, მობილურის აქსესუარები და მათ შორის განათებაც, რომელიც ძალიან პრაქტიკული ნივთია სხვათა შორის და მიყვარს ამასთან ერთად ფრენა, ცხვირის სპრეი კაბინისთვის, პაჩები სხეულის და თვალების გასათბობად, თვალზე გასაკეთებელი ნიღაბი, წყალი, სახის დამატენიანებელი სპრეი კაბინის ყველაზე შრალი გარემოსთვის, მზის სათვალე, ყურსასმენები, ბინის გასაღებები, ალამი, რომლის გარეშეც არ გადავადგილდები. საკითხავის სათვალე, მობილური იმ შემთხვევაში თუ ეს ტელეფონი გაფუჭდება, ჩუსტიკები, რომელსაც სულ დავატარებ ფრენაზე და ყველაზე კომფორტული ნივთია. ეს არის პატარა აქსესუარების ჩანთა, რომელშიც ჩემს ბეჭდებს და სამაჯურებს ვინახავ და დაგვრჩა მაკიაჟის ჩანთა, რომელშიც ძირითადად ტუჩის და ხელის მოვლის პროდუქტები არის განთავსებული. როგორც ხედავთ, მართლა უამრავი ნივთი იყო ამ ხელჩანთაში თავმოყრილი და არაფერი აღარ დარჩა შიგნით. ამას წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად და კომფორტულად ვიყენებ ფრენებს, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა მცირედი ცვლილებებით. თქვენ შეგიძლიათ, რომ თქვენი სურვილებიდან ან საჭიროებებიდან გამომდინარე დაამატოთ ან ამოაკლოთ ნივთები, მაგრამ განსაკუთრებით თუ პირველად აპირებთ მოგზაურობას და პირველად მიფრინავთ, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის ამის ყურება. მე თვითონ ძალიან მიყვარს მსგავსი ვიდეოები და ამიტომ გადავწყვიტე, რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა. მადლობა, რომ მიყურეთ. ბედნიერი ფრენები წინ, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო ვიდეოს საშუალებით.